Άντρας είναι αχάς Αμάρς κλαβების ფარდა სიზმარში მინახავს Zavalgałების სადღაც ბავშვობის ნაკვალებს მე ხომ სიყვარულის ღაბას ოცნებით ვატარებ მიფრინავს დრო სადღაც ბავშვობა მიყვება დიდიან შორს ძლები ქცეული სიზმრება მე მინდა რომ ყველგან ისმოდეს ეს ჩემი სიმღერის ხმა სიყვარულს ხმ და გამინათებ გზა საით მიდიან ეტა ბავშვობის დღები თან მიყვებიან მხედავ ლამაზი ფერები ზავლენ ზღაპრებთან ერთად და სადღაცებასთან მე მაინც ოცნებას ვედავ სიმღერის მესმის ხმა მიფრინავს დრო სადღაც ბავშვობა მიყვება დიდიან შორს ძლები ქცეული სიზმრება მე მინდა რომ ყველგან ისმოდეს ეს ჩემი სიმღერის ხმა სიყვარულს ხმ და გამინათებ გზა გაყვება ბავშვობასთან ლამაზი სიზმარი ოცნების ქვეყანასთან სად არის მიხარი მიფრინავს დრო სადღაც ბავშვობა მიყვება დიდიან შორს ძლები ქცეული სიზმრება მე მინდა რომ ყველგან ისმოდეს ეს ჩემი სიმღერის ხმა სიყვარულს ხმ და გამინათებ გზა მიფრინავს დრო სადღაც ბავშვობა მიყვება დიდიან შორს ძლები ქცეული სიზმრება მე მინდა რომ ყველგან ისმოდეს ეს ჩემი სიმღერის ხმა სიყვარულს ხმ და გამინათებ გზა და გამინათებ გზა მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, ჩემო კოლეგებო, ჩემო მშობლებო, საყვარელო მშობლებო, ჩემო ბავშვებო, კიდევ ერთხელ. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ გზა დაულოცოთ ჩემს პატარებს, დალოცვა რა, მეხუთე კლასელები ხდებიან და გვინდა გაჩვენოთ ჩვენი ერთად გატარებული 4 წელი. ჩვენი ღონისძიების სათაური სახელწოდება სწორედ ეს არის. უკან დარჩა ბედნიერი 4 წელი. და მადლობა გადავუხადო ჩვენს დირექტორს იმისათვის, რომ ასეთ გარემოში გვიწევს მუშაობა. ჩვენს მამაოებს, რომ მათი ლოცვა-კურთხევით გვიწევს ყოველდღიურად მუშაობა. ჩემს კოლეგებს თავი რომ არ დაიზოგეს და არ იზოგავენ არც ერთ სიტუაციაში. და დიდი მადლობა ჩემს მშობლებს. თქვენს გარეშე არასდროს არაფერი არ იქნება. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ ამ 4 წელიწადში ერთი დიდი ოჯახი გავხდით. მადლობა მინდა ზურა ასანიძეს გადაუხადო. უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ ჩვენი ქორეოგრაფიული ნომრებით გაალამაზა ჩვენი ღონისძიება, თეა მასწავლებელს. დიდი მადლობა მუსიკალურად გაგვიფორმა ღონისძიება და დიდი მადლობა ზურა გელაშვილს, ძალიან დიდი მადლობა. ერთი სიტყვით დიდი მადლობა ყველას.
2021 წლის სექტემბერი. რა დრო გასულა მას შემდეგ? დღესაც კარგად გვახსოვს ის წუთები, გულის ფანცქალით რომ შემოაბიჯეთ სკოლაში. ის დღე და ის საათი არასდროს დაგავიწყდა. შინელი დღესავით გვახსოვს ჩვენი პირველი დღე სკოლაში. მთელი ღამე სკოლაზე ვფიქრობდი. გვაინტერესებდა ვინ იქნებოდა ჩვენი პირველი მასწავლებელი. ამხანაგები, როგორ იქნებოდა პირველი გაგრძელება. 4 წლის წინა. დიახ, 4 წლის წინა. პირველად შევაბიჯეთ პოლისებში. რა პატარები ვიყავით მაშინ. რა დამთხალი თვალები ვიყავით. სახლის საგანგებოდ მოიზადეს. ცივთავი არასდროს მაგდა, მაგრამ იმდივით დედაც განსაკუთრებით ღეროდა. მან იცოდა, რომ ბავშვის შემდეგ სკოლის მოსწავლეობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მატისებდა. ფართოდ გახელილი თვალებით, ავთხელებული გულით, ყველაფერს ინტერესით ვაგვირდებოდი. აი ჩვენი საკლასო ოთახი, ზიანი და თბილი, სადაც ჩვენი პირველი მასწავლებელი გველოდებოდა. ზეს ჩვენთან ერთად ულია, წლებს სიხარული მოაქვს. რა კარგი გაზაფხულია, რა დიდებული დროა. დროას ეჩქარა რად გადის, გულმა დაიწყო თითოევა. პირველო მასწავლებელო, თქვენთან განშორების დროა. ხო, თითქოს გუშინ იყო ის დღე, მაგრამ თურმე 4 წელიც გასულა. როგორ სწრაფად გაირბინეს 3 წლებმა და აი უკვე დადგა ჩვენს პირველ მასწავლებელთან განშორების დღეც. 4 ლამაზი გაზაფხული, 4ჯერ კვირდებისგან. 4 მაისის გაზაფხული მოსაგონებლად დაიწყო. სხედვართ მერხებთან თავ დახვდეს. თითქოს ქარი მიიქეს. 4 ლამაზი გაზაფხული, 4 ბავშვური, 4 ოცნების დასასრული, 4 ლამაზი ნაძვი. 4 ლამაზი გაზაფხული მოსაგონებლად დაიწყო. რამ დაგვაუწყოს, როგორ ვღელავთ, როგორ ჩაგვენთო შუქი თვალებში. რამ დაგვაუწყოს პირველი ზარი და მასწავლების კვილი არის. Ω
მასალები ვართ. შვილიანი კი იმიტომ, რომ შორდები ჩვენს პირველ მასწავლებლებს, რომელმაც დაგვახსიანა. ცხოვრება დაგვიყალია. ის სურნელი დაფენილ ციხში, თქვენ და მიკრიფეთ პირველი ია. მასწავლებელო, თქვენ ისე კარგი, ისე ლამაზი სახელი ქვია. და დედაენით მახარობელი, თქვენ მაზიარეთ ქართულის ნათელს, მასწავლებელო როგორ მიჰგევხართ, ნელჩინანთებულ პაციას ანთებს. თქვენ უსასრულო სიხარული ხართ. უფალმა შექმნათ ბავშვების ხადად. ის სვანამით მოგნათლას ეცამ, ღმერთი გვარავდეთ მარად და მარად. ჩემო გულუხო, ჩემთვის მუდამ კარგის მგებელო, მასწავლებელო, ჩვენო დიდო დამრიგებელო, სად ვივარგებდი სახვალიო, ნიჭს მისინჯავდი, ლექსის საზომით, ინტეგრალით, მინის სინჯარით, რადგან ოსტატო მრუდეხისგან ძელი გამთალე, თვალს თუ დაგაგდეს მე ვიქნები შენ სათვალე, მუხლს თუ დაგაგდეს შენს ყავარჯნებს მეც დიახ, შორდები ჩვენს პირველ მასწავლებელს, მაგრამ აბა თვალი გადავალოთ ამ წლებს. რამდენი რამ გვისწავლია ამ ხნის განმავლობაში. ვისწავლეთ წერა, კითხვა და უფროსების პატივისცემა. ვისწავლეთ სიყვარული მოყვასისა და სიყვარული ერთმანეთისგან, ვისწავლეთ სიმართლის სიყვარული. დიახ, ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ. ისიც ვისწავლეთ, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც კაცობრიობისთვის მოაქვს ადამიანს, ადამიანია. ამაშია აზრი სიცოცხლისა, უკვდავებისა, რომლის სათავეც დედაა. დედის სიყვარულმა არ იცის საზღვარი. არ აქვს საზღვარი. ადამიანები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, მაგრამ დედა ყველას ერთ ენაზე ესაუბრება. ეს ენა სიყვარულის, სიცოცხლის და უკვდავების ენაა. როგორ თუმად მოიპარა ზამთარი და ამის თქმა შენთვის ვერა უბედა. შეცმებში რომ ჩამოზარდა ნენედა, საყვარელო დედა, რა საოცრად გიბწყინავენ თვალები. მაგ თვალებში რამდენ სითბოს ხედავ, რამდენჯერა ჩემს ზრუნვაში დაგათენდა, სურსმდეთ მოდეთეროდები. უფრო მეტად რომ მიყვარდე, უფრო მეტად ვიგრძნო შენი სევდა, მიპასუხე დედის გული რაც თრთის სულ რაც შიშობს სულ რაც დარდობს ნეტავ. როგორ თუმად მოიპარა ზამთარი და ამის თქმა შენთვის ვერა უბედა. შეცმებში რომ ჩამოზარდა ნენედა, საყვარელო დედა. აგვასწავლა სიყვარული სამშობლოსა და ენისადმი, პატივისცემა საქართველოს წასვლისა. ჩვენ სამყაროს კარი დედაენამ გაგვიღო. დედაენიდან იწყება მამულის სიყვარული. დედაენაა სათავე მშობლიური ენის სიყვარულისაც. დედაენაზე იზრდებოდა მრავალი თაობა და გავიზარდეთ ჩვენც. ერთხელ დაბადებული ქართველი მეორედ მაშინ იბადება, როცა დედაენაც ხელში პირველად აიღებს. გადაშლის და სამყაროს სხვაგვარად აიღებს. ციგზე ჩამოსახლელი ადამიანები, რომელთაც იმხელა ამაგი აქვს გაწეული სამშობლოს წინაშე. ამხელა ამაგის იაკობ გოგებაშვილმა დასდო მომავალთაობებს. შექმნა რა შეუდარებელი განძის, რომლითაც პირველი ანაბანა შეისწავლა ქართულ ენაზე. ეთქვა თითოეულმა ქალმათგანს. დიდი აკაკი ამბობდა, ვინაა ისეთი ქართველი, რომ იაკობ გოგებაშვილის დედაენაზე თვალი არ აეხილოს. ჩემი და ილიას ღვაწლი რა მოსატანია იმ დიდ ღვაწლთან, რომელიც იაკობ გოგებაშვილის ქართველი ეს. მე-19 საუკუნის დიდმა განმანათლებელმა იაკობმა იცოდა, რომ ქართულ ენას ერთი მუჭა განწავლილი ადამიანი ვერ დაიცოდა, ვერ შეინახავდა. ამიტომ მან იგი ერის ხალხის საკუთრებად აქცია. მან ხალხს წიგნი აჩუქა. წიგნი, რომელიც შემდგომ ქართველი ხალხის ხმალით, გუთაც, ნამდვილისა და უნახის გახდა. იქ შემასწავლეს ლოცვა და წინა, მოგებაშვილმა აღმაშენებლის სამშობლო, იქაა ჩემი სული საუბრო, სადაც სიმღერის თოვნებს იგებენ, სადაც ყოველილებს ეცაურებს. მე სარკაზის სამშობლოდან ვარ, თამარის სიცხლი გადავდის გულზე, უფლის სიყვარულს თავს რომ წირავენ და რწმენას არ ვინახავს გულზე. მე და პირველს მას ერთი მიწავა, გალაქტიონის დავყურებს ამე. სწორედ იქაა ჩვენი სამშობლო, დედა ღვთისმშობლის შეუყვარდა. მე კეთევანი სამშობლოდან ვარ, მისი სისხლი ვარ, შვილი ვარ, და ვარ, აკაკის ნას უხაიას
ელიას კაპიტანზე და ჩემი სამშობლოვერი თვისასაც კაცობრიობის დღეთა შექმნიდან დიახ, გახლავართ საქართველოდან, რეგიონსა და გზითა ქვეყნიდან. რაც ქართულად ჯერ არა თქულა მესმის ამენის საოცრად დადანაცხაფულად იქმა შოთამაც არაბებზე წერა ქართულად სხვის ისტორიას ზოსამაც კი წაუკართულა ილაპარაკეთ ქართველებო მხოლოდ ქართულად ასეთ საუნდრეს რად უძღებით არა ქართულად ჩვენ საუბრუნეების სიცრიდან მოვიდეთ დღემდე მოვიტანეთ სამი ღვთაებრივი საუბარი ენა მამული სარწმუნოება სამშობლოს სასვით ცხელნა გვერდაზე შველი ფეხი თუ გაგივიდა თუ გიფიქრია ხშირად იმაზე რა დაგვიბარა დიდმა ილია თუ საქართველოს იქეზე გინდა გული გატარებ ნამდვილოცნება სამი სანთელი დაანთეთ ენა მამული სარწმუნოება ევროპელიაო ჩემზე ნუ იტყვით თორემ ცხენაში ჩაგიწვით ნათქვამს მე ქართველი ვარ და იმახსოვრეთ საქართველოში მიწევდნენ აკვანს მე არც ევროპის მონა ვიქნები და არც რუსეთის დავირთხავ მათრას მე ქართველი ვარ და იმახსოვრეთ საქართველოში მიწევდნენ აკვანს წინაპართაშულებს ეგასხდილი თქვენ რომ ეძახით დავის და თამარს მე იმ ქართველთა ლექსებით ვსდინენ თქვენ რომ ეძახით ილია
აზიას ვაჟას ენა მამული სარწმუნოება უფრო ძვირფასი რა გამაჩნია ისე ვიმღეროთ მოდით შავლებო ისე ვიმღეროთ იავნანური ისევ გავშალოთ ქართული სუფრა და დავიმღეროთ დარდი მანდული ევროპელიაო ჩემზე ნუ იტყვით თორემ წყენაში ჩაგიცვლით ნათქვამს მე ქართველი ვარ და იმახსოვრით საქართველოში მიწევდნენ აკეთებს რა არ გადავხდენია თავს რა მტერი არ შემოგცევია რა ვაიბაგლახი რა სისხლისურა რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე მაგრამ ჩვენ ყველას გაუძენით ყველას გავუმაგრით შევინახეთ ჩვენი თავი შევინართულეთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი მიწა-წყალი ათასობით ვანგრევდნენ და ვაშენებდით წმინდა ტაძრებს როდი ერის დიდებისა ბალავრიდან ვერსა დაძრეს მოდიოდა სპარსი თურქი მონღოლებმა გვატიანეს დაფურცელიც ვერ დააკლეს საქართველოს მატიანეს ამას პია სასატეხი წარსულთეთა ეკი ვიცი წმენა ვიხსნა საქართველო ისნა ცხენი რასაც ღაღადებენ, სუნარს ღაღადებენ, ხატებს ხატავენ და ლოცვებს აღავლენენ, კოშკებს აგებენ და ტაძრებს ამაღლებენ, ქართულ ჩუქურთმები ჩემი ქართველები. რევს არ ღალატობენ, დარს არ თამაშობენ, ფინში ნავადობენ, ძირშიც თამადობენ.
ჭრობენ, გულხეთს არ იკრებენ, ღვინოს არ იკრებენ, ქვეყნებს არ იკრებენ, მოგმით ქართველები. ჭობენ, კამათობენ, სიტყვა შარბათობენ, უსხოს, უშვირცილოს, ტერას არ ანდობენ, დამუნჯდებიან და ენას არ დათმობენ, დაყლუდებიან და ალგეთს არ დათმობენ, მიწას არ დათმობენ, ზეცას არ დათმობენ, თბილისს არ დათმობენ, ჯილა ქართველები. ენას ივიწყებენ, წმენას იმტკიცებენ, დედას იფიცებენ, მამულს აღმერტებენ, დაღმერთს ადიდებენ, დაღმერთს ადიდებენ, დაღმერთს ადიდებენ, ჩემი ქართველები. აღა მაჰმად ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ბაქვაზი არ დაგვიყენეს, მოგშვლიტეს, მოგშვრისეს და მაინც ფეხზე წამოვდეთ, მოვშედით, წელში გავწოვთ. მაინც როგორ შეძლო უჭა ქართველმა ერმა გადარჩენა. მაშინ როდესაც შეძლეს ელები და სახელმწიფოები აღიძავდნენ მიწისაგან პირისა. ამის მიზეზი ქართველების სამშობლოს მოსახლეობის მათი უწეხი სული და ძლიერი მებრძოლ
სამთავროს დასწრე და მკლად დაედენ. მონად ყიდიდნენ, ვერ გაგხადეს ვერავის მონად. თუნდაც გადაგხვი, შენს მიწაზე ძეძილი მოვიდა. გასეტყვილვაზებს საკუთარი ძარღვები ჩეკრავ. ერგან ჩარაზულ ციხე-კოშკში უკარო ჩეხვარ. სიყვარული და დედის ლოცვა ქარავდეთ მარად. ვერ შეგიცვალა მზიანი დღე, უამურდარად. ყრავაც ბევრი ყავს საქართველოს არწივის მარჯვე. სამშობლოს უჭირი, დაუძახე გულამახკავზე. სამშობლო დაძარია სალოცო. უხდე და ჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხევითან. ცალი ხელი პირჯვარს უნდა იწერდე. მეორეთი კი ხვარც იქნებდე. ეშმაკები რომ არ დაეპატრონე. და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერამ უნდა მოგაწროს ამ ტაძარს. მე ვარ იმედი, მე ვარ ხვალედი ლამზიანი, მე შენს კანთაში ვით ბუდეში ბარტყის სახლო, ვარ შენი სუნთქვის გაგრძელება ადამიანი, ჩემ ერთ ციცოცხლეს განაცვალებ, კარგად რომ გნახო. შენი შვილი, შენი მიწის დამცველობა, ჩვენ სხვა გვარი გვაქვს კავშირი. სულის და ძაღლის, ჩემთვის სიზრდები საქართველოს, რაც გინდა ვთხოვ, მეს მარაკი ვარ ერთგულებით ვერავინ დაგვრჩა. მე ვარ ჩემს გულზე ამოსული მომავლის ხლორდი. ნახავ, კაცურად გავიშლები ბეჭებში მალე, მიმიშვი, გუთნის განწევ ხარებს გადავხრა შოლტი, რომ დაგიყენო ლამაზი და ნათელი ხვალე. დამლოცე მხოლოდ შვილმა იქნებ ვაჯობი ნამას. ისეთი დედის გაზრდილი ვარ, ვერ მომკლავსტია. ხატის მთავარ და ხმამაღლა გიფიცება მას. შენი შვილი ვარ მესახელად ქართველი ვქია. უნდა გავაგმანო საქართველო, ისა ვარ გავამხელსათხა, როგორ დამევალეს აბიცავი, როგორ აგირიეს თავჩემოტრიალი. უნდა გადაგმანო საქართველო, 9 ზღვას იქით სადღაც, ღმერთო როგორ მინდა მოგიშუშო, ყველა იარა და დამხა. გულზე ჭირობები დაგიგებსო, ერთქვა გაგიხში რომ არის, წერზე გვირილები დავაგვიო, მინდა დავამყარო მზის შვილი. უნდა გადაგმალო საქართველო, მალე მოგაშორო ავთავი. როგორ დამეღალეს საფიცარო, როგორ აგირიეს თავსა. უნდა გადაგმალო და მიჯერე, აღარ დაგვრჩენია სხვა გზა, იქ სხვა ქართველები გელიან და ვიცი მოგივლიან კარგად. ქართველო ვაშკაცნო, წერულაში რომ გიხდებათ, როცა გულხარდი მტარვალი, ხმად და ხმად მოგიხდებათ, არ ჩეხეთ სანამ ვისინაც, მარჯვენა გადაგიხდებათ, გახსოვდეთ რომ ხართ ქართველი, ნუ რასთვის დაგავიწყდეთ. დაგით, ძველი გადაფიქრებით, ქართველები ვიყავით, ქართველები ვიქნებით, არც არასდროს გავშვებით, არც არასდროს გავშვებით. ქართველებად გავხდით და ქართველებად გავხდით.
ძველი სულიერი მწყემსავარი ილია მეორის კუნძულზე. დღეს სწორედ პატრიარქის დარწმუნება გაქცეულია. უნეტარესი პატრიარქის მობრძანებამდე გულები ყველას გამალებით მიხაცხალებდა. იყვება და მასწავლებელი. მისი გამოჩენისთანავე სული გული დაამოწმა ყველას. თურმე ერთგვარი ისეთი აღმოფხვრინა სუფევდა. გეგონებოდა ზეს მოწვდებოდი ხელით. უწმინდეს ჩვენი სკოლა ურთხებია, მისგან გამონაშუქი უფლისეული სიყვარული ნოყიერ თესლა ჩაითესა სკოლის ცხოვრებაში და მისგან დახუნული თაობა უშიშრად თამამად შეჭიდებია სიკეთის დამანგრეველ ყოველგვარ ძალას. ახლა კი როდესაც დადგა დრო, ჩვენ სწავლა სწორედ იმ კედლებში გავაგზავნეთ, სადაც ჩვენი პატრიარქი თბილი დადიოდა და ყველა კუთხე კუნძულს აკურთხებდა. ხვდებით რა ხელა პასუხისმგებლებაა ჩვენთვის და პირობას ვერ თავს არ შევიწყენ და არჩევ პირველ მასწავლებელს არ შევაწყო. როჩი დივით გაფრინდა ოცნებებში ნანახი. ჩვენი ცოდნი დაზარო ჩვენო კლასო ნახო. ჩვენი სიმღერაც ასარხებს, შიგ ჩვენ სიხარულს ვახსოვთ, მშვიდობით ფიქრის სასახლე, ჩვენო ლამაზო კლასო. ეს ეძღვნება იმ მასწავლებლებს, რომლებიც აფრთხებიან ჩემო სწავლულებს. თქვენ გეძღვნებათ ჩემო კარგებო.
გასწარებული ყოველი წუთისთვის, ალერსისთვის, მოფერებისთვის, გაბრაზებისთვის, ბრუნველობისთვის. ჩვენ ყოველთვის გვგზნობდით თქვენს სიყვარულს. რატო სათანადოდ ვერ სწავლობდით და გაბრაზდებდით? გთხოვთ პაპატიას. თქვენ გაგვისწავლეთ ასე სუსტი და ნაზი, გვაწვიმ სიწმინდე თქვენი, ზეცი სიწმინდის მსგავსი. ბავშვობიდან გასულწეს თქვენი ნათელი დაგრავს ვირწევის ოქროს ხელით იაიების აყვანილებს კეთილის მსურველს და ღვთიურს სხივი შეგვოდეს წლები მადლობას ვიწვევ გული ხრობეთ თქვენ ვერ დავივიწყებ თქვენს მას, გულში საამოჩეჭრის, თქვენი მსურველი ხელი გვივლი და როგორ ჯეჯის. ბავშვობის ძვირფას 20 წელს თქვენი ნათელი დაჰყავს, გვიწევით ოქროს ხელი იაიების აყვანს. და მშვიდობა პირველს ძნელი ყოფილა მე დედაენიდან მასწავლებელ და დედის. იმისთვის რომ სკოლაში მოსწრები ხარია. ნახავ სკოლა ჩვენ მეორე სათქმის ახლა დაგწევი. სადაც თავს უსაფრთხო და სასიამოვნო გრძნობდი. მშვიდობებით, მიგიორ თქვენგან, თან გვატად გულწრფელ ოქროს. მადლიერი ვარ, ვიყორხარ ძლიერი, გიწვნით ამბობს და კოცნის. ეს 4 წელი, ადვილით, ძნელით, ყმაწვილთა ტვინის ყვავილის მფრქველი, გოგო ბიჭების ბეჯითი მწვრთნელი, და საოცარი, და საკვირველი, ცოდნის შანობის ქვასაძირკველი. აჰა, გშორდება ეს 4 წელი. შემოგველია, 4 წელი უცებ შემოგველია, საიროთა დასრულებას გვასწრდა, მაშინ ყველა ორთოქი და გარკვევა. Washington,
არის დამკვით და დაწყებით სკოლაში ტრადიცია, რომ ვარსკვლავი უნდა გავუხსნათ ბავშვებს. ახლა ძალიან დიდხანს რომ არ გავაგრძელოთ, ეს ვარსკვლავი უკვე გახსნილი მაქვს, გამზადებული. ამიტომ რომ ჩავალთ ჩვენს კორპუსში, მერე აუცილებლად დაიმკვიდრეთ ბავშვის ადგილი. გამზადებული მაქვს მომავლის წერილი, რომლებიც ჩემი სახელით გადაეცემა ბავშვებს. ამ ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს წერს ტვინების კონკურსში და ამ კლასიდან ერთ-ერთმა გუნდმა გადალახა 3 ტური და გადავიდა ფინალში. მართალია ფინალში ახლა პირველი ადგილი ვერ დავიკავეთ, მაგრამ ამათვის ეს ძალიან დიდი წარმატება იყო. ამგვარად ძალიან ამიტომ ჩვენ ნანულმესალობაზე გამზადებული აქვს იმ ბავშვებისთვის, ვინც ამ გუნდში იყო გადაცევს სიგელს. მე კიდევ მაქვს დიპლომები გამზადებული მე-4 კლასის დასრულების. ამიტომ დროსაც აგაცნობთ ამას მე გადავცემ ჩემ ბავშვებს, მაგრამ ამათ ნამდვილად გადავცემ აი ეს არის საბა მიროდაძის წარმატებული სანდრო გუბუმერიძე. ქეთო მარჩაშვილი, ქეთევა მარჩაშვილი. გაბრიელ საბატაძე. გაბრიელ მიროთაძე. ენა შვალე დაფე. ნინო საბატაძე. Ramazan Barbara Barbara Elena Chudinidze Elena Ilia Kapanadze Nazare Guruli Barbara Chudinidze Sandro Tabatadze Barbara Kalsitadze Vache Tsatsidze Demetre Epshidze დიდი სიამოვნებით გავაჯილდოვებ ფინალოსალი გუნდის წევრებს, როგორც თქვენ გვიტყეს, ნინო კაპანაძე. ეს ჯერს აბოდია უნდა დაგაჯილდო. საბა მიროტაძე. მეორე უკვე საბას გავხარდა. გაბრიელ მიროტაძე. Sandro Tabatadze, Sandro. Da, ბატონი ვაჩე წარციძე. ჩვენთან არ ღმერთი. ერთმა დაგლოცოთ, გაგაფაროთ ყველა, მშვიდობა მოგცეთ. მე მინდა დიდი სიხარული და მადლიერება გამოფხატოთ ღვთისადმი დღევანდელი საღამოს გამო. დღევანდელი საღამო, რომელიც არის როგორც ჩანს 4 წლის გვირგვინი, მარიზი მასწავლებელო. თქვენით ვიწყებ და დიდ მადლობას მოგახსენებთ. თქვენ თავში შესავალ სიტყვაში გავგვართხილეთ, რა განსაკუთრებული არაფერი მოხდება. მე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი განსაკუთრებული იყო, ყველაფერი გამორჩეული იყო, ყველაფერი ორიგინალური იყო. ყოველი დღე, ყოველი გათენებული დღე არის განსხვავებული ერთმანეთისგან. ყოველ დღეს რაღაც განსაკუთრებული ხდება. და ესეთი მოვლენა როგორ შეიძლება არ იყოს გამორჩეული, განსხვავებული, განსაკუთრებული. დასწავლის შესაძლებლობები გამოავლინეს ბავშვებმა, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, ხელები აგვიწევიათ. ძალიან გაყოფილი ვარ, სიმღერით ლავთვით ისეთი იყო, ძალიან ბედნიერები ვარ. ბავშვებს ვლოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს. მათ უკან დარჩა 4 წელი, თქვენ უკვე იმაზე დიდები ხართ, ვიდრე იყავით, მაგრამ ჯერ იმაზე პატარები ხართ, ვიდრე მომავალში უნდა იყოთ, მაგრამ
თქვენ გაქვთ უკვე გასახსენებელი და თქვენ შეგიძლიათ ბევრ ამბეზე თქვათ, ერთმანეთს უთხრათ რომ გახსოვს ეს რო იყო გახსოვს. მე მინდა შევთხოვო უფალსო, ძალიან ბევრი გახსოვს დაგროვდეს თქვენ ცხოვრებაში, რომელიც ბევრ ლამაზ, ტკბილ, ბედნიერ და სიხარულით სავსე წუთს გაგახსენებთ. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის ყველას, ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებს, კიდევ და კიდევ ჩვენ სკოლას, დირექციას და ესე იგი, ბიჭები ვარ და მოდივართ ესე გვითხრეს. შევეცდებით რომ დაგვდეთ ეს სკოლა, ღირსეულად და კიდევ უფრო მეტი წარმატებით ვიდრე აქამდე ყოფილა. ერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მშვიდობა. ეს გავიწყებ დიდი მადლობით ქალბატონი მარირის უდიდესი მადლობა ჩვენ ბავშვებს, მშობლებს, თითოეულ ფრენგანს, პედაგოგებს ჩვენი ამ მეოთხე A კლასის სახით ჩვენ ქალაქს და ჩვენ სამშობლოს ნიჭიერი თაობა ეზრდება, ვუსურვებ წარმატებებს, ვუსურვებ სწავლაში უფრო მეტ სიბეჭითეს. სულ ვაფრთხილები რომ მეოთხე კლასის შემდეგ თქვენ ახალ ეტაპზე გადადიხართ, ახალ სკოლაში გადადიხართ და სხვა გარემოსთან მოგიწევთ შეგუება და მე დარწმუნებული ვარ რომ მომავალი სასწავლო წლიდან თქვენ უფრო კარგები გავხდებით ვიდრე მეოთხე კლასში ვიყავით და ძალიან კარგი იქნება ჩვენი ურთიერთობა ახალ სკოლაში. დიდი მადლობა მარიზი მასწავლებელს და ამ ნიჭიერ ბავშვებს ძალიან მომდევნებული აიხარეთ. ალბათ ეხლა ჩემი დრო მოგისალმებით ყველას ასე ერთობით. მოგილოცავთ ამ ლამაზ და უბედნიერეს დღეს. მე ყველა მშობლის და ბავშვის ყველა მშობლის და ბავშვის გულში ვსივარ დღეს, იმიტომ რომ უბედნიერესი დღე არის. შეიძლება პატარები ამდენად ვერ გრძნობენ ამას, მაგრამ რომ გაიზრდებით, ეს დღე თქვენი ერთ-ერთი ბედნიერ დღეთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. იმიტომ რომ თქვენ დღეს არა მარტო ის გამოაჩინეთ, რომ ამბანი ისწავლეთ, ლექსები ისწავლეთ, ცეკვა და სიმღერა. თქვენ დაეუფლეთ სულიერ ცხოვრებას. იცით რა არის სული სიმდიდრე? ძალიან პატარები ხართ. შეიძლება თქვენ მშობლებსაც ჯობი ხართ უკვე ამხრივ. მაგრამ ამიტომ არის ეს სკოლა, ამიტომ ვცევდით პატივს ჩვენ უწმინდეს, რომელმაც დიდი ღვაწლი ჩადო ჩვენი სკოლის გახსნისთვის. ამიტომ ვიხრიხეთ ჩვენი მამების წინაშე, რომლებიც ასე გვიდგარან გვერდში და მეცნიერებასთან ერთად სულიერებას ასწავლიან, უფლის დიდებას ასწავლიან ახალგაზრდებს და მე წამს და მჯერა ისევე როგორც თქვენ. თქვენი შვილები არ შეიძლება რომ ცუდები იყონ. ზუსტად მე ვარ ქართველი ისმის თქვენგან არა. თქვენი გულიდან მოდის ეს. თქვენ მართლაც რომ ქართველებად იზრდებით. თქვენ არ შეგეშლებათ როგორ უნდა იყოს ქართველი, როგორ უნდა იყოს თავის სამშობლოს სიყვარული. ბედნიერი ვარ დღეს რომ ასეთი კარგი გამოშვება გვაქვს ეს მეოთხე კლასი. მართალია რაღაცები მესმოდა მე ჩვენ დირექტორის სიმკაცრეო. სიმკაცრე აქ უნდა ნახოთ რომ ბედნიერი ვარ კიდევ ერთი მეოთხე კლასელი გაუშვი. ჩემი ცხოვრების მანძილზე 70 წელიწადია. უშვებ და უშვებ ახალგაზრდებს ცხოვრების გზაზე. ზოგი ამართლებს, ზოგი ვერ ამართლებს, მაგრამ ვინც ვერ ამართლებს, ისიც ძალიან მიყვარს სხვათა შორის. იმიტომ რომ ისიც ჩემი შვილი იყო, ისიც ჩემი აზრი. ასე მიყვარხართ თქვენ ყველა. დიდი მადლობა მინდა მშობლებს მოგახსენოთ. ჩვენ თქვენ გარეშე არაფერი არ შეგვიძლია. ვერ შევძლიათ. დავკარგეთ საზოგადოების მხარდაჭერა, დავრჩიეთ სკოლა და მშობელი. ამიტომ ჩვენი უღელი ძალიან მძიმე გახდა უკვე. ხედავთ როგორი გარემო არის და გვინდა რომ ჩვენი შვილები ყველანი იზრდებოდნენ ისეთები როგორც ეს ჩვენ წინაპრებზე ილაპარაკეთ. როგორც გოგებაშვილი, აბიძეწელი, ჭავჭავაძე და ასე შემდეგ. თქვენ ასეთები უნდა იყოთ. უნდა იყოთ უკეთესები. ის უჩვენია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამას, არა? ბოლოს მინდა ერთი სასიამოვნოს დავამთავროთ ჩემი გამოსვლა, კიდევ ერთხელ მოგეფეროთ ყველას, თქვენც პატარებო მე გაგოცებთ და მშობლებსაც და აქ დამსწრე საზოგადოებას. მე მინდა დღეს ამ ლამაზი დღისთვის დიდი მადლობა გადავუხადო ქორეოგრაფებს, ჩვენ ტელევიზიას, ჩვენს მუსიკის მართალია მშობელია, მაგრამ ძალიან დატვირთულია. აი როგორ გვიდგარან ხო გვერდში მშობლები, ჩვენ თქვენ გარეშე კიდევ იმეორებ ვერ ვიქნებით, მაგრამ თავი და თავი ამ ლამაზი და ბედნიერი საღამოს
იყო კალვატონი მარის. ნელა მომიცით. Megavissore